ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ნება მივოძეთ წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი. სიკეთით და იუმორით სავსე კაცი, კოტე მჟავია. მოგზავნი ჩემო კოტე. მოდი შეგენესალე. სალამი. გამზადი. შეგი რამდენი რამ მაქვს მოსალოცი დღეს რა, რამდენი რამ მაქვს მოსალოცი. გილოცავთ ახალ სტუდიას, გიო ბატონო, საოცარი სილამაზეა. როგორი თბილებით ახართ, მოკლედ, მთელი გუნდი ისეთი თბილი და ლამაზი სტუდია გაქვს და სული და გულით გილოცავთ რა. ასევე უწოთელად უნდა მოგილოცოს საიუბილეო, იუმორინას კონცერტების ასე აი ფოიერვერკით ჩატარება და გაგახაროთ ღმერთმა რომ აი ესე ემსახურებით ჩვენს ქვეყანას და რა ვიცი არც სითბო გაკლიათ არც სიყვარული ამის გამო და მადლობა გულწრფელი რიგითი მოქალაქისგან მეტი არაფერი მეგენაცვალე შენ ამ დიდი ოჯახის და დიდი გუნდის სრულუფლებიანი წევრი ხარ და ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და ახალი ჩამოსული ხარ შენ გურიიდან და ახალ-ახალი ისტორიებით დახუნწული ბრუნდები და გაუზიაროთ ეს ყველაფერი ჩვენი შოუს მაყურებელს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მოკლედ მოვიკითხე 1, 2, 3 და ჩემს უსაყვარლეს ბატონ ლადო სირაძეს მივადექი და ლადია რა ვახარ ბიჭო მეთქი მეოთხარი და გოტიაო მითხრა სახსრები მაწუხებს და უსახსრობა. ორი რაღაც აი სახსრებიო კი მივხვდიო ასაკის ბრალია, მაგრამ უსახსრობა ვერ გევიგერ, ისე ბრალიაო, ამდენი წელიაო. და იგივე მოკითხვას რომ არ გავცდე მოკლედ, დათოიას ვეუნები ჩემეზობელს, რა შევიმეთქი როგორ არის მიდი შენი საქმეები, ახლა ყველას ბანკის ვალი გვაქვს მოგეხსენებათ ჩემო ბატონო და რა ვქნა კოტიაო მითხრა, ბანკის ვალს ვიხდი სექსუალურად. ოი, ბიჭო, ვერაფერში დავაკავშირე ახლა ეს და ეგ რანაირად არის მეთქი და სულ კუნესაკუნესითო. ბევრს ესწრო და დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, შვილი მიადგა ბაბუას. ბაბუას უჭირავს საინტერესო ჟურნალი, ეგრეთ წოდებული Playboy-ს რო ვეძახით ხოლმე, ცოტა აჭრელებული. აჭრელებული და ბაბუო, რას კითხულობო კაცო და აინტერესა და ისტორიულ რომანსო. ბაბუო, ესო ისტორიული არ არისო კაცო, რაღაც სხვა არისო. ესო შენთვის სააშვილო სხვა თორე ჩემთვის ისტორიულია უკვე. ეხლა ხანს გავიგებ თლათ ახალი ამბავი. აგერ სულ ამდილანდელი ვარსკვლავი რომ მოწყდება, ხო იცით, ვარსკვლავი. სურვილი რომ უნდა ჩაიფიქრო, სურვილი და ერთი გურული თურმე ისე დაიბნა ვარსკვლავი რომ მოწყდა, დილით ეზოში დახვდა დიდ ძუძუებიანი ლექსუსის ჯიპი. დაერთიანა ყველაფერი. რასწარ გაიგებ ბიჭო. ხო და რო არ დამავიწყდეს იმის არ იყოს ლამარიაო, რა ქვიაო იმ გერმანელს ტვინი რომ ამირიაო, ალცჰაიმერიო. გერმანელს. მოკლედ ამასინად ბევრჯერ ვახსენე ბატონი პაპულა თალაკვაძე და კიდევ ერთხელ მინდა მოვეფერო. კი ბატონო. გარდაცვლილი აცხონოს ღმერთმა და საოცარი ადამიანი იყო და ბათუმში მოღვაწეობდა ეს კაცი მოკლედ. და სოფელი მთისპირში დედულეთში ქონდა სოფელი და მეზობელი სოფლიდან ასკანიდან ყავდა თავისი მეგობარი წაყვანილი ბათუმში თანამშრომლად. და ამ მეზობელს, ამ ისაკი ერქვა ამ კაცს, გარდაეცვალა მამა. და მთელი კოლექტივი ბათუმიდან ორი იკარუსით ჩამოვბრძანდნენ დასაფლავებაზე ახლა წესია ესეთი და ახლა პაპულა რა თქმა უნდა მოემზადა ამისათვის რომ ახლა პირველად მოდიოდა ეს სტუმრები რაღაცა და გასვენებაში არ დატოვა ეს ხალხი და ამ ორმა იკარუსმა ხალხმა გამოიარა პაპულასთან და პაპულასთან გაიშალა სუფრა და იქეიფეს მოკლედ გემრიელად კარგ და მეორე დილით იუზა იყო ანდღულაძე აცხონოს ღმერთმა და ეკითხება რა აქნესო ამ შენმა მეგობრებმა პაპულაო რა აქნესო და გუშინო ისაკიასთან იყენო მამა იტირესო მერე ჩემთან გამეიარენ დედა მიტირენო
თქვენ დაწევიდან ბათუმში. სანამ თქვენთან მოვიდოდი, ახლა სპექტაკლი ვითამაშეთ, იავნანამ რა ქნა, რატო ყვები ახლა ამას. ერთი მერაბ კირკიტაძეა ძალიან კარგი კეთილშობილი ადამიანი და აქვე ბროსეს ქუჩაზე ცხოვრობს, თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ამასინად გადამიპატიჟა მასთან სახლში, საოცარი მასპინძელი, უგემრიელესი ადამიანი და მეკითხება რომ მეზობლები ხართო თქვენი თეატრი ჩემთან და რამდენი მსახიობი ყავსო მეუბნება. მივთვალე და აღმოჩნდით 18 მსახიობი მყავს მე. არ ვარ გავამეთ. არა. თეატრი იყო კაი კოტე მახარაძის თეატრი ერთი მსახიობისო მითხრა. ბიჭო დავიბენი ცოტა ეხლა რატო ბატონო მე დასაბაიჯებლად იყო კაიო. 18 კაცურა და გვადიებს. იოლის ორგანიზაციო. ჩემი მეზობელი მივიდა ექიმთან. და ექიმა გამოუწერა წამალი. დღეშიო სამჯერო ჭამის შემდეგო. მარინე ექიმო სამჯერო ჭამდე დღეში წამალი რა სიკვდილად იმეო. გადავრევშე რომელ ჭამი მისავედი. არ მოდიხარო გასვენებაშიო? კუკურას გასვენებაშიო? ჯო კუკურას გასვენებაო, გადაიტანეს შაფათიზა, არ გაიგიაო. შაფათიზა რეიზაო, კი გამოკეთდება იქამდეო. ჯო მოფიქრება ხომ და აი არ დაფიქრდება ამაზე. შაფათიზა რა გამოკეთდება. გურულებს გვაქვს ერთი კარტი ბანკოს თამაში ქვია ბელოტი ესეთი თამაშია. იმიტომ რომ გურიის გარდა ამ თამაშს არ ვერ შეხვდები ვერსად. არც ინტერნეტ სივრცეში არ არის ეს თამაში. არსად მარტო გურულები თამაშობენ და გურულები სადაც იკრიბებიან დედაქალაქშია თუ სადმე სხვა იქ შეხვდები მარტო ამ თამაშს. სულ კაცის ნაკლებობა 4 კაცი უნდა ამას და არ იცის ახლა ბევრმა ბელო უნდა ასწავლო ახლა მაგალითად ჩვენ სამნი რო ვიყოთ უნდა გასწავლოთ ხო და ერთი გია მყავს ჯინჭარაძე მაგარი ძმაკაცი ჩემი ბუთურა და ვასწავლეთ გიას რა ეს თამაში და ახლა ახალ დამწყები რო ხარ ბელოტი იქნება ჯოკერი თუ რაც არ უნდა იყოს რაღაცა შეცდომებს უშვებ ხო რა თქმა უნდა და დრო ჭირდება ხო რაღაცებს და მოკლედ უშვებს ეს გია შეცდომა და მიდის რაკენიეს და ეს უნდა ჩამოსულიყო ეს უნდა და ისე მოხდა რომ აგერ ახლა ჩემო ბატონო კაი პროფესიონალ მოთამაშეებს ამ შენ მაგია ჯინჭარაძემ მოუგო ეს ბელოტი კი მოუგო და ზის ტატულიკა და შეხედეო უსწავლია ბიჭო ამას ბელოტის თამაშიო გამოხედა გიამ და ბიჭო ტატულიკა რას გეტყვიციო დათმა ისწავლა ველოსიპედით სიარულიო და მეო კარტის თამაშიო ბიჭო არა ცოტიაო დემოკოდე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენი მობრძანებისთვის მადლობა თქვენ ახლა მინდა ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზოთ ფრაგმენტი ჩვენი წლევანდელი იუმორინადან სადაც სოლისტი გახლავთ ბადრი ჩიხიაშვილი რომელიც სულ ცოტა ხანში შემოგვიერთება სტუდიაში Sulşikirime gulşikirime აი ბადრი უკვე ჩვენს გვერდით არის
მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოგესალმები, გიორგი, მოგესალმები. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან დღეს ამ ახალ სტუდიაში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცო ჩვენი ეს საერთო შემოქმედებითი გამარჯვება. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. და მე აღნიშნავ თავიდან, ესე იგი, როდესაც შენ დამიკავშირდი ამ პროექტთან დაკავშირებით და რომ მითხარი, ვინ იღებდნენ ამ ყველაფერში მონაწილეობას, თავიდან ცოტა დავიბენი, მაგრამ ძალიან მალევე მივხვდი, რას ემსახურებოდა უკვე ეს ყველაფერი. ჩვენი ბიჭები ყველა, რა თქმა უნდა, ხელოვნებას ემსახურებიან, მაგრამ სხვადასხვა ჟანრში. ზუსტად მაგით დავაკავშირე უკვე იმ ლამაზ პროექტს, რასაც ერთიანი საქმის კეთება ქვია და რაც ყველაზე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. იმ პროექტებთან დაკავშირებით კიდე რაც ზოგადად თქვენ გაქვთ და ბატონ ჯემალს აქვს გაკეთებული ის ლეგენდარული პროექტი, რომელიც მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის მსახიობები, არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამდვილად და თქვენ საიუბილეო კონცერტს ვესწრებოდი ზუსტად აი იმ დროს, როდესაც მამაშვილები გამოვიდნენ. ხო, მამაშვილები საკულტურო გამოვიდნენ. სანამ სიმღერას დაიწყებდით, უკვე დიდი ემოცია დატრიალდა მაყურებლების მხრიდან. და უკვე შემდეგ რომ დაიწყო ჩაკრულო და რაღაცა ჟრუანტელი მაყრის ეხლაც რა იმდენად რაღაც სხვანაირი ეფექტი და ემოცია მოდიოდა ამ ჟღერადობით და ამდენი სხვადასხვა ჟანრის მქონე ადამიანი ასრულებს ერთიანად და ერთად ყველაფერს კიდაც ჩვენი ოთო ფოლადაშვილი რომელიც პროფესიონალი მოცეკვავია და უცბად დაინახეს რომ მღერის არაჩვეულებრივად მღერის და კიდაც მე რომელსაც არასდროს არ მიცეკვია და აგერ ამაცეკვეს ბიჭებმა აი ძალიან მიხარია რომ შეგვიძლია ეს მხარი აღნიშნება და ჩვენი სრულიც ეს იყო რომ აი ეს ერთიანობა რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება ზოგადად ქართველებს ყველა ეპოქაში და ალბათ განსაკუთრებით დღევანდელ დღეს და თანაც კიდევ ერთი რამ რასაც ქვია აი ნიჭიერი ხალხის ერთად დგომის უნარი. კეთილებული საერთო იდეა და ქართული სულისკვეთები და თან რეალურად გამოვიდა ეს მართლაც ნაკრები, იმიტომ რომ თავისთავად იუმორინას თავიდან ჩაფიქრებულ იქნა როგორც ქართველ იუმორისტთა ნაკრები, შემდგომ ეს ჟანრობრივი ფარგლები გაფართოვდა და აქ თუ გადავხედავდით თუნდაც თქვენ ჯგუფს სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები, რომლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ და რაღაცა ოლსტარივით გამოვიდა და ეს საოცრად მოიწონა მაყურებელმა. ერთსაც დავამატებ, რომ მე ხლა ოპერაშიაც გამოსულ ვარ, ოპერის მიმართულებითაც და ანსამბლ რუსთავთან ერთადაც გამოსულ ვარ. ანსამბლ რუსთავთან და ნახევარი სოფლიო გაქვს მოვლილი კაცო და სად აღარ გამოსულ. ნამდვილად და საუკეთესო სცენებზე. აი ამ შემთხვევაში, როდესაც იუმორინაზე გავდიოდით და სმენელს უყურებდით, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი იყო. როგორც პატარა ბავშვები, ასევე თინეიჯერები, საშუალო ასაკის და უფროსი თაობა. ყველა გიყურებს სულ სხვა სიყვარულით, სულ სხვა იმედით გიყურებს. ჩვენთვისაც ნამდვილად ემოციები იყო ეს. აგახარებს მეტი და როგორი ამაღელვებელია ჩემთვის და შენთვის ხალხის ვინც ვცდილობთ რომ ჩვენი მოგზაურებული ხელოვნებით ვემსახუროთ ხალხურ სიმღერას, ხალხურ მუსიკას. ასე გამოარჩია იუმორინას მაყურებელმა, სწორედ ის კომპოზიცია, რომელიც ჰქონდა მომზადებული სვანური ცეკვა სიმღერით და რომელიც ბიჭებმა შეასრულეთ მართლა მთელი გული და სული ჩადენდა. მოდი შენის ნებართვით, სწორედ ეს ვიდეო ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი წლევანდელი იუმორინადან ჩვენი შოუს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნო. Shina
ცნობილი იურისტი და პაროდისტი ბატონი მერაბ სიჭინავა. ოგზანდი შემოღერა. მერაბ მოგესალმები, შემოგარგებთ. გამარჯობა. ამოუხსნელი ამბავია რა, რომ შენ რაღაცნაირად ისეთი კაცი ხარ, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველა ადამიანის პაროდია ისე ბუნებრივად გააკეთოს. თავისთავად ხდება თითქოს ეს ძალდაუტანებლად და მითხარი მაინც ეს რა მექანიზმია და მაყურებელსაც უთხრათ რომ როგორ ხდება, როგორ იბადება ეს შენში. ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის და ამოუხსნელია ჩემთვის. გინდა იჯერეთ, გინდა რა. ანუ როგორ ბავშვობიდან მქონდა მიბაძვის ნიჭი, რაღაც დამოკიდებულება სხვადასხვა საგნების მიმართ, ადამიანების მიმართ, მოვლენების მიმართ და თავისებურად გამოვხატავდა, განსაკუთრებით გამოვლინდა უკვე სტუდენტობის დროს, როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და მახსოვს ჩემი პირველი ლექტორი, ერთ-ერთი პირველი ლექცია უბრალოდ ბატონი დავით ცინცაძეას განსვენებული შემოვზანდა და დაიწყო ლექციის წაკითხვა. სათამართლო და მართსაჯულება, აი მიმართულებით იყო. და რაღაც შესვენების დროს, ხუთწუთიანი შესვენება გქონდა, მეორე ნახევარი სანამ დაიწყება და გაბრძანდა ბატონი დავითი და ბავშვებს მივმართე, ჩემს კურსელებს, ახალგაცნობილ სტუდენტებს. აბა ახლა წესიერად იყავით და რაღაც წავიდა სიცილი. ისე უბრალოდ, ძალიან ბუნებრივად და რაღაც შემოვიდა ბატონი დავითი და აგრძელებს ლექციას. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ და არ ქონდა დამთავრებული და წამოვიდა ტალღა სიცილის ტალღა და შეწუხდა ადამიანი. რა თქვი ასეთი სასაცილო? რა შეა საქმე? რამე ხო არ მაცხია რა იყო რა. და ჩემმა მეგობარმა კახაკაკა ჩემ იქიდან ბატონო დავითო მერაბ სიჭინავამ გაგცინათო. დამჭირს მე სიჭინავას გასაჩინი რასო გამოდი ეხლა ვიაკეთ და აი ამ დიალოგში და რაღაცაზე იმ დიალოგში კიდევ მიბაძვის ფორმა მიხდა თვითონ რა თქმა უნდა მე სტუდენტური დღეები კურსელები სტუდენტური დღეები მე არ მახსოვს მაგრამ პატარა მაგრამ აქვს ჩანაწერები ნანახი რომ ნუ აი ინგრეოდა დარბაზი რა საოცარი ზემოქმედება ქონდა და რა მახსოვს ისი კიდე მე რა ნათლია ჩემის ცხონებული ალექსანდრე ვასილაიას 50 წლის იუბილეი იყო და მაშინ ბუთხუზმა შენ გთხოვა აი შენ გააკეთე მთელი კასკადი მაშინ შენ გენპროკურორობაში მსახურობდი და აი შენი თანამშრომლების ესეთი პაროდია ესე გააკეთე რომ რაღაცა საოცარი ის სხვადასხვა კარგი რო შემასე და 90-იანი წლებია მოგეხსენებათ პროკურატურა იქ მუშაობ გამომძიებელი გახლდით და ნუ პარალელურ რეჟიმში აგერ მიწევდა გამოსვლა თქვენთან ერთად და ჩემთვის ეს იყო უბედნიერესი დღეები და უბედნიერესი წუთები რაც დღემდე მომყვება და მადლობა ამისთვის ყველას და როდესაც გამოვედი შევასრულე ბატონ ვახტანგ რაზმაძეზე პაროდია ნუ მაშინ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ როგორი მომენტი არის ესეთი ძალიან ესეთი ფიგურა ბრძანდებოდა და ასეთი რაღაცა მქონდა ფრაზა იქ რაღაც შემთხვევა მოხდა შენობასთან დაკავშირებით დაიცხრილა გარედან და მე ვიცი ამის ჩამდენი პირები და მოიყვანდა საკუთარი ხელით ბიას გავაკრევინებ. აი ეს ფრაზა იყო და ამ ბიაზის ირგვლივ მქონდა აწყობილი მთელი გაზგადი ამ პაროდიული და სხვათა შორის ერთ-ერთი თათბირი არის გავიდა ეს ეთერში იყო ყველაფერი ნახა საზოგადოებამ სამსახურებრივი საქმიანობის გამო შევდივარ მოსაცდელში ვიცი უბრალოდ და გამოდიან პროკურორები და გამოდის აფხაზეთის პროკურორი ბატონი ანზორ ლაცუზბაია. ნუ ცოტა ესეთი შეფიქრიანებული საქმე ხა კოლეგია იყო საქმის მოსმენა და შემდეგ შემომხედა და ბიჭო შენ კიდე სუნცინი და მცინიო აქეთ ბატონმა ანზორ ბალუაშვილმა ჩამოიარა
მე მგონი ამას მეც ამყავა რაყვანილი და მიფრთხილდი იცოდე შენ სხვათა შორის იქ ბრძანდებოდა ჩვენი ნუგჟავ კაშალის მამა ბატონი ტარიელი შესანიშნავი ადამიანი პიროვნება უბადლოდ ამა და პროფესიონალი რაღაც სხვა თაობა იყო ღერო და ფანტასტიკურად არა ფანტასტიკურად ხო სხვათა შორის ერთმა ურმა მისაგვედურა ისე მერაბის ვენაცოლე ჩვენზე რო რაკეთებ პაროდიას რა რამე დამახასიათებელი არა გვაქვს თუ რა აი ესე დამოკიდებული იყო სხვათა შორის მინდა აღვნიშნე ჩემო გიარო აურა იყო ძალიან დადებითი ძალიან კეთილი ისე მე ისედაც არ მქონდა ასე ვთქვა ჩემს პაროდიაში არ შეთავად გაქვს სტილი მანერა ისეთი რომ აი არაზრუს ამას არა აქვს აი მე კეთილი შეფერილობა გერაცხოვდა აი დადებითი რაც არის იმ დადებით მომენტებზე მქონდა ყოველთვის გამახვილებული ყურადღება და ასე ვაკეთებ თან ეს თავისთავად შემოვიდა ჩემში და გახდა როგორ გითხრათ ნაწილი ჩემი ცხოვრების ისე რომ ხა ჩემი პროფესია ეგ არ არის იურისტი გახლა ვარ მოგეხსენება და აი როდესაც საჭიროება ითხოვს ამ დროს ვღებულობ მონაწილეობას კონცერტებზე და დღის მდგომარეობით მე მუშაობ სოფლის განვითარების სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით და აი ადმინისტრაციული კუთხე არის ჩვენი ძირითადად ხშირად მირეკავენ ხოლმე რომ აი მე ბატონო მერაბი მალე მოხვალთ იქ რაღაცა ქვაბი გამოვითო წნევა დაუვარდა იქ რაღაც შუქის პრობლემა იქნებ დაურეკოთ დირექტორს თხოვოთ რა თქვენი იმედი გაქვს რა ურეკავ ქვაბის ხელოსანი გახლავთ ხვიჩა პეტრიაშვილი ხვიჩა იქნებ გიშველო რამე თუ ჩემი ძმა აუ მე რა ვიცი რა ისი რა საუსარგეში ვარ რა ხო ტელეფონი ველაპარაკ მაგრამ ხო გზნობ იმ სახის გამო იქიდან ვხედავ ტელეფონს ხო გზნობ აუ ვიცი რა ბდი რა ზმურა და ტელეფონი ჩავდე რაღაცა და მე გეტყვი რომ გილებს უნდა მეჯო იმდენი საქმე იმდენი საქმე ვეღარ მოდი ვეღარ ვახერხებ მაშინ დაურეკე ბაცანას მეუბნება მეორე რა ბაცანა სისინა და კიკია არიან ძირითადი დამრტმელი ძალა ჩვენი სამსახურის და ძალიან კორონიტური სახეები სხვათა შორის ჩვენი გლონტი გლახუნას კანტორის ბიჭები როგორც აქ უიწვის ხოლმე და იო დამანებე თავი რა უნდა გავაკეთო მე მიდივარ გენა გოუში ბაცანა და იო რა იყო რა გადავეკიდეს იო კლუჩი მაგენ სარაგვენ აჯორგა მაგენ სარაგვენ დუბელი მაგენ სარაგე რაია გააკეთე და რაცხა იქნება ეგეთე და შევდივარ ახლა ამ სამსახურში თანამშრომლები ხოთ განან გურიის კოლორიტი ყავს კალაბოკას ზედმეტ სახელად და ჩვენი ირაკლი მამალაძე და არა ე ბიჭა გურიდან არაკი ჩამოვიტანე 2 ლიტრა ცეცხლია და დავლიოთ რა ცეცხლია რა და უთხარ ეგ გუშინძინ ოქრომ ძახალმა ჩემმა დათო მიქიაშვილმა ისეთი სასმელებიდან თან ერთად ვიქეი ორმარილიანი კაცი ძალიან მოყვარული და ისეთი მე უთხარი აგერა მაგ მანქანაში მაგ ყველაფერი სხვათა შორის მე და კოკა ბოჟაზემ გუშინ გავუსინჯეთ გემო მეთქი და კოკა ხო მოგიწონა მე ხო კარგი იყო ბიჭო ბაზარი არ არის ძალიან მაგარი რა და ესეთ რაღაცები არის და უცებ გამოვა იქით ჩემი უწესიერესი გონელი წოწონა მოჭა ჟანჯონ ბატონ მერარ ახასეთიდან არის წარმოშობით ყავა მოაქვს მამუკა გამოვარდება ჭიბაშვილი სად მიდიხარ მამუკა წავედი ეხლა მე ბატონო მერაბ ხარაგაულში დათო მელოდიება ჩადუნელი გიტარით გაიქცევა რატი მოდის ჩვენი დვალი ჩვენი ბრატი სიგეთე სიხარული შევიჭო რა შევიდა კახასათიანი იქიდან ეძაღეს მერა იმენ დაღარდო და აი ეს საუბრები და ეს დიალოგები არის ძალიან ბუნებრივად მე ამას მე რო ვიმეორებ თვითონაც ძალიან სიამოვნებთ ჩვენი დათო კიკნაძე და ბადრი გამოდიან ხოლმე მანქნით ვიდივარ კაროჩე სამინისტროში და რაღაც იმის საქმეები მაგ და კვაშალი შემხდება გიორგი როგორ ახარ გიორგი მაგრად ვარ ძმაო შენ როგორ და აი ესე დამოგრევ რამას ცეცხლაძე იქ ცეცხლს ანთებს და რა ვიცი ვნახოთ მირაბჩიკ და ასე ქართლოს მარადიშვილი ჩვენი მსახიობი გამოივლით აი ვერ მოხასავთ ადამიანს ინახავს სპირტი ვერ გაგაგებინებთ 82 წლის არის 22 წლის ბიჭივით რა და აი ასეთი უბრალოდ რატო ფიქრები შემოგია რომ აი ეს იქნება მივდივარ სანამ ზევით მესამე დიდი მადლობა და აი ასეთი გალერეა არის აი ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს რა ამდენი ხნის მეგობრები ვართ ხო არც ერთ არ ვიცნობ ხა დათო კიკნაძის გარდა რომელიც ჩემი ბავშვობის მაგაცია ხო აი ჩათვალე ისეთი უნარი გაქვს რომ მე ეს ხალხი ჩათვალე უკვე ვიცინ სხვათა შორის ერთი საინტერესო ამბავი მინდა გაგახსენო შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა ადრე მომიყევი შენთან მოვიდა თორსტები შენი მეგობარი და პრობლემა შეექმნა რაღაცა ფირი წაიშალა თამადის რაღაცა გადახმაონება გთხოვა კი იყო ეგეთი რაღაცა ჩემს მეგობართან თებზე რომ ამონტაჟებ რაღაცა რამოდენიმე წლის ამბავია და მოვარდა აღელვებული სახით. ნუ ჩვენ მუშა პროცესში ვარ, ჩემ რაღაცებს ვაკეთებ, ხმებს ვადებ, ასე ვთქვა. ვაიმე, სიჭი, უნდა მიშველო ვიღუპებიო. რა იყო, რა მოხდა ხომ მშვიდობა? ბიჭო, ქორწილი გადავიღიო.
ჰონორარი წინასწარ გადამიხადესო ყველაფერი, ცოტა ისეთი წარმომადგენლობითი ხალხი იყო. სტუმრები უცხოეთიდან რაღაცა 11 წამიანი 10 წამიანი წვეტა მაქო თამადის სადღიგრძელო არის თუ მეგობრების სადღიგრძელო ყოფილა განსაკუთრებით ფეხზე დგას ხალხი და რაღაცნაირად ტექნიკურად არ ვიცი როგორ მოხდა მაშინ ამ დონეზე არ იყო ეს ტექნიკა განვითარებული ეთყობა და შენ ხო წაიშალა რა ვიზუალ გამოსახულება არის ხმა არის მის უბრალოდ აბა მაჩვენე მე უთხარი რა თან პროცესში ვარ და მოემართე ხო მომართული ვარ და მაჩვენე და დაახლოებით ესეთ დებიღო რომ აი გაუმარჯოს ჩვენს მობილს, ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს მეგობრობას, უცხო რაღაც არის. ეს მე ჩვენ შვილებზე გადმოდი, ჩვენ შვილებზე და აი არც დუბლი, არც არაფერი. ჩართე მე უთხარი და დავადე ხმა ის რაც საჭირო იყო და შევავსე და გავიდა 1-2 დღეს ჩემთვის იმდენად შინაური ბუნებრივი არა, არც მიფიქრე ამაზე და წავედი პროკურატურის ჩემი საქმეები მაქვს საძიებელი. და მეორე მესამე დღეს მირეკავს თვითონ. აუ შენ გაგახარა ღმერთმა ხინკალი მაქვს საკითხი, რატო რა მოხდა? მიუტანეო, მე გამახსენდა, მე ეს დამაინტერესა. რა თქვა მე, აუ ბიჭო, რა კარგია ყველაფერი. ოჰო, იქი ცოტა დამთრავარი. აი მომენტში უკვე ეთყობა გვინო ცოტა მომეკიდაო. ხო და თავარია არ შეუტანია ეჭვი. არ შეუტანია ეჭვი არანაირად რა და ასეთი რამე ძალიან ბევრი იყო სხვადასხვა. ახლა მე გაგახსენებ კიდევ ერთხელ. როდესაც ჩვენ მოგმართა, ჩვენმა უფროსმა მეგობარმა და მართლაც გენიალურმა პიროვნებამ ბატონმა რეზო გაბრიაძემ, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მოგმართა მაშინ 90-იან წლებში ჩამოვიდა წყალი და გაუფუჭდათ არქივი და არქივმა დააზიანა ბევრი უნიკალური ჩანაწერი, მათ შორის ბატონი ეროსი მანჯგალაძის და რამაზ შიგვაძის, რომლის აღდგენა ვეღარ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ ბატონი ეროსი აღარ იყო და არადა ეს ცოცხალი დიალოგი იყო აღსადგენი და კითხა ჩვენ ვერ შევძლებდით რომ დავხმარებოდით და რა თქმა უნდა მერე გადმოვამისამართეთ ჩვენთან და ძვირფასო მეგობრებო ისე გაახმოვანა მერაბ სიჭინაო რომ დღემდე არავინ იცის რომ იმ ფრაგმენტებში ეროსი მანჯგალაძის და რამაზ შიგვაძის ნაცვლად მერაბ სიჭინავას ხმაისმის. აი ხო დიდი მადლობა. მადლობა იყო მადლობა. და მერაბ კიდევ ვიცი რა მინდა გითხრა მართლა ძალიან ბევრი მოლოცვა და ბევრი დალოცვა მივიღეთ ჩვენ აი მიუმორინას 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ შენ ყველაზე უკეთ მოახერხე რომ ჩვენს დაგულოცე და რაც თავარია ჩვენი ძვირფასი მაყურებელი და აი სწორედ ეს ფრაგმენტი მინდა შევთავაზო ახლა ჩვენი წლევანდელი კონცერტიდან. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ბედნიერები დალოცვილები გნახოთ. ამ ხელა სითბოს სიკეთე თქვენგან იღვრება ხალხო დიდი ძალა აქვს სიყვარულს ჰარმონია სრული მრავალჟამიერ ჩვენი ხმა და თქვენი სიხარული მადლობა დაფასებისთვის ღმერთმა გვამყოფოს ერთად ერთმანეთისთვის ვისოცხლოთ სანამ ეს გული ფეთქავს მადლობა ტრამპი ტრიუმფით მოვიდა ჯო ბაიდენი წავა იუმორინა იმეზე 100 წლის მერეც გავა ჩვენი შემდეგი სტუმარია ჯგუფი ბანი მოგესალმებით ჩემო მეგობარო ბანელებო მადლობა მოგზანებისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის რომ აი ეს ნიჭიერი ადამიანი მასტუმრეთ ბატონი ამირან ჭიღლაძე რომელიც არის თქვენი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობის პოეტური ტექსტის ავტორი და ძალიან მიხარია ჩემო ამირან რომ მოგზანდი მე ძალიან მიხარია თქვენთან როგორ თქვენ ჩვენს შოუში რო ვარ გენაცვალე მილიონობით ნახვა აქვს ბიჭების სიმღერას და აი ამ ყველაფერში არის შენი პოეტური მადლი და მინდა კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რა არის შენთვის ჯგუფი ბანი და შენ როგორ აღიქვა მათ სიმღერებს როგორც მსმენელი და როგორც ავტორი პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ მთელი ბავშვობა ჩემი მთელი შეგნებული ბავშვობა რაც მოვდივა და რაც მახსოვს თქვენს ჯანსა ჯანმრთელ იუმორზე ვიზრდები თქვენ შემოქმედებაზე ვიზრდები და აქედან გამომდინარე როცა მე მაყურებელი თქვენი ვიყავი მსმენელი თქვენი ვიყავი და როგორ შეიძლებოდა რომ რაღაცა ფეხი დამსცენოდა და სხვანაირად სულიყავი მართლა ასე ვალალად ვიზრდები 14 წელია არცად არ არის მართლა მთელი გულით ვიზრახი ამას და მადლობელი ვარ უფლის რომ თქვენთან ვარ დღეს და ასე პირისპირ მადლობა ჩემო დიცოცხლე შენგენას რაც შეეხება ლექსებს ლექსი ჩემი საქმე საერთოდ არ არის კარგი დასაწყისია პოეზიაში
პოეზიაში ერთი პატარა ფეხიც არ მაგადადგმული. მე მქონდა შეხება ბევრ ლამაზ, გემრიელ, აი მართლა მაგარ პოეტად ახალგაზრდთან რა თქმა უნდა, შემოქმეთა კავშირი მქონდა ასეთი გავაკეთეთ და ვეძებდით რეგიონებში, რაიონებში ვეძებდით ხოლმე ნიჭიერ ადამიანებს, ვკრებდით ჩვენი სახსრებით რაც მქონდა, ჩემი მანქანით მივდიოდი რაღაცა ვკრებდით ამ ხალხს და ცოტა ცნობილი ვინც იყო, ცნობადი სახეები, იმათთან ერთად სცენაზე ვაყენებდით და რაღაც გამოდიოდა ხოლმე კარგი შეთავსება ამ ყველაფრისა და პატარა ბიჭმა გოგოებმა გზა გაიკვლიეს აქედან. ეს იყო ჩემი მხოლოდ და მხოლოდ შემოგვეთებდი მხარე. სულ მუდამ მინდოდა ხელოვნების სფეროში მოხვედრილიყავი, რაღაც გამეკეთებინა, აი რაღაც. თუმცა ნიჭი ამისი არ აღმომაჩნდავს რა, რომ მე რაღაც რო გამეკეთებდი, ჩემი რო შემექნა. დედა არაჩვეულებრივი, მამა არაჩვეულებრივი, ძმა არაჩვეულებრივი, წერენ, კითხულობენ, მეცნიერები, კვლევარები არიან და მე არაფერი არ ვარ. ვერ ვარ რა. და რა ვიცი, საიდან როგორ ეს ყველაფერი წამოვიდა აგერ ჩემი ძმის გული ბესო მეტრეველი ჩვენ ძალიან აი ყრმობიდან მოვდივართ ერთად და საერთოდ ბანი არ არსებობდა მაშინ. გარმონზე უკრავდა რა. ხა გორა ტყე დავდიოდი უბან ქუჩა და ვღეროდი ჩვენთვის ამან ნოტი არისო და მე სიმღერა არისო და ვერს გებულობდა ვერაფერა. მე მოხდა ისე გავიდა წლები და ერთვენიერ დღესაც მანქანაში ჩავიჯინე ვიპოვე ახალი აღმოჩენა ჩემთვის რაჭული. და ახალი ჯგუფი მაშინ იშვიათი ეხა და თან ესეთი სტილი ძალიან იშვიათი იყო თან სტუდიური ესეთი კარგად ჩაწერილი და ახარებული ვარ და ბესოს უნდა ვახარო ეს ყველაფერი და მანქანით მივდივარ ბესო ცოტა შორს ხოვრობდა გაჩერებიდან და დამძიმე გარმონით რომ მოდიოდა ხოლმე ჩავისოდი მანქანაში უცა დავემთხევ თერთმეტზე მიყავდა სახლამდე და გზად მიხარია რომ უნდა ვახარო რაღაც ახალი გამოვიდა ბიჭო ბიჭები არიან პატარა ბიჭები არიან რაღაც კაი სიმღერა ჩაწერეს და ჩავსხეთ მანქანაში ჩავრთე ეს რაჭული და ბესო უსმენს ეს კარგიო, რა კარგი რაღაც არის, ჩვენიერიო, მაგრამ მოდი ერთხელ კიდე მომასმენო. მე შენ მომეწონა კაც რა, კარგია. ჩავრთე მეორედ უსმენს და ესო მე მგონი ჩემი ჩაწერილია. ჩაწერილი გასო კასთან 20-30 ვარ, რა ჩაწერა, რანაირად. ეს ჯგუფი უკვე საკმაოდ ცნობილია და ასე გამოვიდა რომ ბანის წევრი რომ იყო, მე ვაუწყეს. თვითონაც არისო და თუმე მართლა ამას ჩაუწერია ჩვენი მეგობარი მაშინ უფროსი ადამიანი იყო, ვისაც უნდა ჩაეწერა ეს სიმღერა. აცხონოს ღმერთო. ზურასი და მონიდი შესაძლებელი ადამიანი და გარმონის ნამდვილი იმ ადამიანმა რაღაც ვერ მოიცალა თუ შეუძლოთ იყო და უთხრა, "ბესო, შეხელა ბიჭებია, გადი ერთიო ჩაწერო და იმის მერე წამოვიდა ეს ყველაფერი." ამ რაჭულის მერე ბიჭებს მოუნდათ ჩაწერა, კავკასიური თემები იყო რა ძალიან აქტიური და მოდიო ჩავწეროთ და ბესო მოდი შენ დაწერეო. ბესო მე ვთხარი რა დავწერო ბიჭო, რა უნდა დავწერო. მე ბიჭო ხო წერდი, მე მომწონს ეს შენ ლექსები, რა საწერ. მიდი და ძალიან ჯინიანი ყავს. ბესო მწერელი და ავედი ავკანკალდი სახლში და დედა მყავს არაჩვეულებრივი მწერალი, პოეტიც არის, პედაგოგი, მასწავლებელი, ყველაფერი და დედა ჩემს თხოვები. დედა მე ვთხარი დავიწყებდა და ამეხმარე რა. აი ესეთი რაღაც მოხდა მეთქი, იქნება დამეხმარო. კი ბატონო შვილო რაზე ლაპარაკიო და დავიწყე რა, ხან დავიწყე და დავიწყე. აღარ გავჩერებულა ისე. თავშივე გეუბნებით, ამის შემდეგ ამ კაცის გარეს აღარ მოხდება. ყოველთვის მოვიყვანეთ ამირანი. მოდი დღევანდელ სიმღერაზე თქვა, დღევანდელ კომპოზიციაზე. დღეს რა შევასრულებთ ჩვენ შოუში? ეს არის სული 60 რომელიც 2014 იყო თუ არ ვთქვი. მალევე კავკასიური ჩაიწერა, მალევე დაიწერა ეს ტექსტი. ძალიან მალე 2014-დან დროა გასული, ხო? კავკასიური ბალადაც, მალიკაც, რაც მაქვს 10 მაქვს დაწერილი თუ 11 ეს არის, არ ზუსტად თავის, აი 10-დან 11-მდე მაქვს დაწერილი და ყველა მაინც იყო ჩვენი, საავტორო არც ერთი არ იყო თითქმის რა. რამოდენიმე ეხა დავიწყეთ ამ საავტოროებზე, რომ ჩვენი იყოს მელოდიას, მუსიკას და ტექსტიც. ტექსტი კი ბატონო ჩემი იყო, მაგრამ ის დანარჩენი კავკასიური მელოდიები იყო, რაც ყველა მისის. მოდიო რაღაც აი რომ მოხვდესო, სულს და გულს რომ მოხვდესო ადამიანსო რა, ქართული დავწეროთო რა, ჩვენი იყოსო და მე ჩემი სული 60 გავაჟღერე ასე და ბიჭებმა ხელი შემიწყეს ამაში. ესენი ჩემი სიტყვა არიან, რასაც ქვია. მე ჩემი სიტყვის თქმა რომ მინდა, აი ეს ადამიანები მეხმარებიან ამ ყველაფერში. გაიხარეთ. გავავიდეთ მაშინ ახლა ამ სიმღერაზე და ის სული 60 ჩვენი შოუდან თქვათ.
მოცობა შემხალადედის მანდილი ქედი უხარა მამონა სიტყვა ჯვარსაცვა ნამდვილი დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ჯგუფს ბანი დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე